საქართველოში არის იერარქიული წყობა. Აი როგორც დავუშვათ ფეოდალიზმში, შენ შეიძლება ვიღაცა გლეხი დაგესაჯა დანაშაულისთვის, მაგრამ ზუსტად იგივე დანაშაულისთვის თავადზე პრეტენზიის წაყენება ძალიან პრობლემატური იყო და შეიძლება ცოდნოდა რომ ეგ დანაშაული ჩადენილი აქვს, მაგრამ მასზე ხელის მოკიდება არის პრობლემატური. დღესაც სინამდვილეში არის ქვეყანაში ეგეთი ბიზნეს ელიტა, რომელიც მიჩვეულია, რომ მასთან მიმართებაში სამოქალაქო სამართლის კოდექსი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსის მთელი რიგი მუხლები ან საერთოდ არ მუშაობს, ან ცოტა განსხვავებულად მუშაობს, ვიდრე ჩვენნაირ გლეხებზე. და ეგ ხალხი რო აღმოაჩენს, რომ ხა ამ ადამიანზე იარაღი აღმოუჩინეთ აეროპორტში და დავიჭირეთ ტიპის მოქმედება, ქართულ ბიზნეს ელიტაში არავინ არ აღიქვავს ამ მოვლენას, რომ ვაიმე დედა სისხლის სამართლის ნორმა დაირღვა და რა გავაკეთოთ. ხო აქ აირღვა, რომ ბიჭო, ეს ოცნება თავისივე ბიზნეს წრეების, შევიწროების და მოდი გამოთქვა მოკრძალებულ ეჭვს, რომ ცოტა გაპარსვის რეჟიმშიც გადავიდა, იმიტომ რომ ესეთ რაღაცაზე მოლოდინი გაქვს, რომ შეიძლება მთავრობამ მარტო ბიზნეს სექტორში ჩაურევლობის თემა დაიკიდოს და აქ სისხლის სამართალს რაღაცა თემებიც მიაბას, ხო?